კოლექციონერების დიდი ნაწილი სპორტსმენების პირად ნივთებს, ავტოგრაფებს, ტანსაცმელსა და ბურთებს აგროვებს. როგორც აღმოჩნდა, მსგავსი გატაცება თავად სპორტსმენებსაც აქვთ. დევიდ ბექემის პირადი ნივთების შეძენაზე უამრავი თაყვანისმცემელი ოცნებობს. თავად ინგლისელი ფეხბურთელი კი სხვა ცნობილი სპორტსმენების მაისურებს აგროვებს. ბოლო დაბადების დღეზე 2 მაისს საჩუქრად ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ერთ-ერთი კალათბურთელის მეჯიკ ჯონსონის ჩარჩოში ჩასმული მაისური მიიღო. ბექემმა სოციალურ ქსელში სურათიც გაავრცელა და განაცხადა, რომ ეს დაბადების დღის საუკეთესო საჩუქარი იყო. ასეთი ორიგინალური კოლექციის ექსპონატების მოძიება ბექემისთვის რთული არ უნდა იყოს. ალბათ სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ ცნობილი ფეხბურთელის კოლექციაში 500-მდე მაისურია. ცნობილ კალათბურთელს მაიკლ ჯორდანს თამაშზე მიღებული ჯილდოების შეგროვება ძალაუნებურად უწევდა. თუმცა ამის გარდა ის ხელოვნებითაც არის გატაცებული. ჯორდანის კოლექციაში ცნობილი მხატვრების ნამუშევრებს ნაკლებად შეხვდებით. მთავარია ნახატმა დადებითი აურა გამოასხივოს, ავტორის ვინაობას კი მნიშვნელობა არ აქვს. ამბობს ლეგენდარული კალათბურთელი. მას ყველაზე მეტად აფრიკელი ფერმწერის ფეის რინგოლდის სტილოები მოსწონს. რინგ გოლდმა თავად ჯორდანის რამდენიმე პორტრეტიც დახატა. მათგან 3 კი კალათბურთელმა მაშინვე შეიძინა და თავის კოლექციას შემატა. მაიკლ ჯორდანი ხელოვნებით ყოველთვის იყო დაინტერესებული, თუმცა კოლექციის შეგროვება წარმატებული კარიერის შექმნის შემდეგ დაიწყო. მისი აზრით მნიშვნელოვანი არ არის ნახატის ღირებულება ან წარმომავლობა. სწორედ ამიტომ ჯორდანის კოლექციაში $20 ტილოს გვერდით შესაძლოა რამდენიმე ასეულ დოლარად შეფასებული ნახატიც ნახოთ. მართალია ჯორდანი კოლექციას დიდი ხანია აგროვებს, მაგრამ იმ ექსპონატების რაოდენობა, რომელსაც იგი ამჟამად ფლობს, ჯერჯერობით უცნობია. ცნობილი ბეისბოლისტი ანდრე დაუსონი კი ნუმიზმატია. მისი კოლექცია საუკეთესოთა სიაში იყო, თუმცა 1 წლის წინ სპორტსმენმა მისი აუქციონზე გატანა გადაწყვიტა და საკმაოდ ძვირადაც გაყიდა. მის მფლობელობაში იყო 1837-ისა და 1987 წლის ვერცხლის, ასევე უძველესი იტალიური მონეტებიც. დაუსონის კოლექციის შეძენა ძალიან ბევრმა ნუმიზმატმა სცადა, კონკურენცია დიდი იყო, მაგრამ მხოლოდ ერთს გაუმართლა. უცნობია კოლექციის ახლანდელი მფლობელის გვარი, რადგან აუქციონზე მხოლოდ მისი წარმომადგენელი გამოცხადდა. კალათბურთელ დენის როდმეს ნუმიზმატიკისადმი ინტერესი საფრანგეთის მეფის ლუი მე-14-ის მონეტების კოლექციის დათვალიერების შემდეგ გაუჩნდა. როდმენმა უნიკალური ექსპონატების შეგროვება სკოლის ასაკში დაიწყო და აუქციონებზე დღემდე დადის. მის კოლექციაში იაფასიან ექსპონატებს ვერ ნახავთ. კალათბურთელი ამბობს, რომ ნუმიზმატიკამ სერიოზულად გაიტაცა და აპირებს თავის მონეტებს ქაღალდის კუპიურებით შემატოს. მოკრივე მაიკ ტაისონის ჰობი კი ერთი შეხედვით მისთვის შეუფერებელი შეიძლება გეჩვენოთ. მსოფლიოს ექს-ჩემპიონის ცხოველებისა და ფრინველების სიყვარული ცნობილი ფაქტია, თუმცა აღმოჩნდა, რომ მას მტრედების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. ვრცელდება ჭორი, რომ ტაისონს ამ ფრინველების მიმართ მზრუნველობის გრძნობა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ბავშვობაში მის თვალწინ ხულიგნებმა მტრედი მოვლეს. თავად მაიკ ტაისონი ამას არ ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ შეუძლია ამ ფრინველებთან წარმოუდგენლად დიდი დრო გაატაროს. ცნობილი მოკრივე ეგრეთ წოდებულ კოლექციას ახალი ჯიშის მტრედებს ხშირად მატებს და მათ მოლას არავის ატობს. მე მყოლია ვეფხვი, ლომი, დათვი, თუმცა ისინი მტრედებთან ახლოსაც კი ვერ მივიდნენ, ამბობს ტაისონი. სპორტსმენებს შორის კოლექციონერის სახელი გაითქვა კალათბურთელმა გრანტ ჰენრი ჰილმანს. ის აფრო-ამერიკული ხელოვნების ნიმუშებს აგროვებს. განსაკუთრებით დაინტერესებულია ედვარდ ჯონსონისა და ელიზაბეთ კეთლეთის სტილოებით. თუმცა სხვებისგან განსხვავებით, ჰილი ამ ექსპონატების გამოფენას ხშირად აწყობს. 2003-2006 წლებში მისი კოლექციიდან 46 ტილო ამერიკის რამდენიმე მუზეუმში გამოიფინა. ბოლო ღონისძიება კი დუკის უნივერსიტეტისა და ნაშერის მუზეუმში ცოტა ხნის წინ ჩაატარა. მიუხედავად იმისა, რომ ჰილს კოლექციონერებმა ნამუშევრებში საკმაოდ დიდი თანხა შესთავაზეს, კალათბურთელს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი. ტილოები არ გაყიდოს და კოლექცია კიდევ უფრო გააფართოვოს. გრანტ ჰენრი ჰილი ხელოვნების მიმართ სიყვარულსა და კოლექციის შეგროვების სურვილს ასე ამართლებს. მე ვაგროვებ ამ ნიმუშებს, რომ მათგან რაღაც ახალი ვისწავლე. ეს კოლექცია ჩემთვის ბიბლიოთეკაა. ტილოები წიგნებია, კოლექციონერობა კი თავის მხრივ სიგიჟის ერთგვარი გამოვლინებაცაა.